იუნესკოს მიერ 2015 წელი აკაკი წერეთლის საიუბილეო წლად არის გამოცხადებული. იუბილეს ფარგლებში საჩხერეში წლის განმავლობაში არაერთი ღონისძიება გაიმართა. აკაკი წერეთლის დაბადების 175 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო ღონისძიებებისათვის სამზადისი ქალაქის მასშტაბით დილიდან დაიწყო. ჩვენ ახლა ვიმყოფებით რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ქალაქის ყველა ადმინისტრაციული ერთეული ემზადება, რათა დღის მეორე ნახევარში საკუთარი ეთნოგრაფიული ეზოები წარმოადგინონ. დღეს სავანის მიმართულებით ახალ მოასფალტებული საავტომობილო გზის გახსნით დაიწყო. ლენტის საჩხერის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარმა დეპუტატმა, იმერეთის მხარის გუბერნატორმა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ გაჭრეს. განხორციელდა მნიშვნელოვანი პროექტი აკაკი წერეთლის სიძისეულ კარ-მიდამომდე, ჯამში 5 კილომეტრი და 200 მეტრი, მთლიანად მოასფალტებულია. სამუშაოები შეასრულა შპს იბოლიამ. თანხა 2.800.000 ლარი და მთლიანად დასრულებულია სამუშაოები. სახალხო ზეიმს აღნიშნავდა ყველა, მათ შორის სავანის საჯარო სკოლა. შემდეგ სტუმრებმა აკაკის დიდისეულ კარ-მიდამოში გადაინაცვლეს, სადაც მგოსნის დიდისეული ქოხის ეზოში მასობრივი საზეიმო სანახაობა მიმდინარეობდა. კოსტიუმირებული სანახაობა ძველ დროში გამოგზაურებდათ ჩითის ტანისამოში გამოწყობილი პატარები, თავადის ასულები ჩიხტიკოპებში, ხელნაკეთი ნივთების გამოფენები, ძველებური ხალხური თამაშობები, ლახტი, ქორობანა და სხვა ყველაფერი, რაც მგოსნის პატარაობას ასახავდა. მიმდინარეობდა იმერული ქორწილის ცერემონია. ნიკა მეცხვარიშვილმა და ქრისტინა ტოროშელიძემ საკუთარი ქორწილის სიმბოლურად აკაკიობის დღესასწაულს დაამთხვიეს. დღევანდელი დღე მართლაც განსაკუთრებული დღეა ნებისმიერი ქართველისთვის, ჩვენთაგანისთვის და გადავწყვიტეთ ჩვენს იმერული ტრადიციებით დღეს ჯვრისწერა დაგვემთხვია და დავით ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ამ დღეს დაემთხვია ჩვენი ჯვრისწერა. სამზადისში ჩართული იყო მთელი საქართველო, მაგრამ განსაკუთრებით საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგეობა. ძალიან დიდი ხალისია მართლაც საზეიმო განწყობილება, ცოტა მღელვარებაც არის, მე ორგანიზატორების მხრიდან ვამბობ, მაგრამ მე მგონი ჩაივლის ყველაფერი ნორმალურად. აქვე მიმდინარეობდა მუნიციპალიტეტის ჩემპიონატის ფინალი ქართულ ჭიდაობაში. მონაწილეობას ჭორვილის, ჭალვანის, საჩხერის სასპორტო სკოლის და ცხამის მოჭიდავეთა ჯგუფები იღებდნენ. ორთაბრძოლა ბაშიაჩუკის პრიზისათვის მოჭიდავე გიორგი გოგოლიძის გამარჯვებით დასრულდა. გამარჯვებულს ჯილდო მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონმა ბერძნულ რომაულ ჭიდაობაში, რამაზ ნოზაძემ და ოლიმპიურმა ჩემპიონმა მანუჩარ კვირკველიამ გადასცეს. ეს არ იყო ისეთი დონის შეჯიბრი, რომ რაღაცა საქართველოს ყველა კუთხიდან ყოფილიყნენ ჩამოსულები, მაგრამ მაინც ჩვენს კუთხეში ჩატარდა და ძალიან გამიხარდა, რომ გავიმარჯვე. ძალიან ლამაზი შეხვედრა, გამარჯვება მოიპოვა. ძალიან კარგად იასპარეზა და დაამტკიცა ის, რომ ერთ-ერთი უძლიერესი სპორტსმენი არის ქართულ ჭიდაობაში. წარმატებებს უსურვებ გიორგის მომავალში, ოლიმპიური ჩემპიონი მინდა რომ გახდეს, მსოფლიო ჩემპიონი მინდა რომ გახდეს და საქართველოს ასახელოს, თავის მხარე ასახელოს. მალე სცენაზე სიძე პატარძალი მიიწვიეს. მუნიციპალიტეტის გამგებელმა ახლად შეუღლებული წყვილი სიმბოლურად ვეფხის ტყაოსნით დაასაჩუქრა. მგოსნის სახელობის დღესასწაულზე იმყოფებოდა საჩხერესთან 1999 წლიდან დამეგობრებული საფრანგეთის ქალაქი ლა-კაპელას მერის მოადგილე რეჟის ფოსტერი. ეს მეგობრობა დაიწყო 1999 წელს, როდესაც ჩვენი ორი ფრანგი მეგობარი და ბატონი ჯუმბერ ლეჟავა შეხვდნენ ერთმანეთს აფრიკაში. იქიდან მე გაება ეს ნაცნობობა და გვიხარია, რომ გრძელდება ეს მეგობრობა. ჩვენ გვაქვს საერთო ინტერესები, ისეთი როგორიც ყველის წარმოება, საფრანგეთში არის ღვინოები, საქართველოშიც გაქვთ ბევრი ღვინო და ეს ყველაფერი, ეს ყველა საერთო დეტალი განაპირობებს იმას, რომ ჩვენ აქ ვართ და ძალიან მოხარულები ვართ აქ ყოფნით და თქვენთან ერთად ამ დღის აღნიშვნით. ძალიან დიდი დღეა დღეს, მთელი საჩხერე, საქართველო აღნიშნავს აკაკის იუბილეს, დაბადებიდან 175 წლის თავს და ზოგადად ეს წელი აკაკი წერეთლის წლად არის გამოცხადებული, იუნესკოს ეგიდით აღინიშნება ეს დღე და მე მინდა ვთქვა, რომ ის არ არის მხოლოდ საქართველოს კუთვნილება, არ არის მხოლოდ საჩხერის კუთვნილება, ის ნამდვილად შესულია მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის საგანძურში და მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს მომავალ თაობებს, ჩვენს ახალგაზრდებს გადავცეთ ის საგანძური, რაც ჩვენ აკაკიმ დაგვიტოვა და აქ მუდმივად იყოს ესეთი ჟრიამული, როგორც დღეს არის. მალხაზ ბაზაძემ ახალი სახალხო დღესასწაული საჩხერულობა 2015 წარადგინა. წელს პირველად საჩხერემ საკუთარი ქალაქის დღე იზეიმა.
დღევანდელი დღე მიულოცო მინდა ყველა საჩხერელს. საჩხერის მუნიციპალიტეტს, მთლიანად საქართველოს, რამე თუ აკაკი არ არის მარტო საჩხერე, აკაკი არის მთელი საქართველო. აკაკი ჩვენი სიამაყეა, ჩვენი საჩხერლების სიამაყეა და მთლიანად საქართველოს სიამაყეა, რამე თუ აკაკი შემოქმედება და მისი პოეზია, მისი სიმღერა იყო ჩვენი მოძღვრობა. მინდა აღვნიშნო აქვე რომ გამომდინარე იქიდან რომ აკაკიობის ღონისძიება რამოდენიმე წელიწადში ერთხელ აღინიშნება ესე გრანდიოზული მასშტაბით ჩვენ ჩავთვალეთ საჩხერლებმა საჭიროდ რომ ყოველ წელიწადს დაგვეფუძნებია დღესასწაული სახალხო დღესასწაული საჩხერლობა რომელიც ფაქტურად ყოველ წელიწადს გაიმართება საჩხერის მუნიციპალიტეტში და სადაც ჩართული იქნება სრულიად საქართველო. ასევე მინდა აღვნიშნო რომ 2016 წელს დაგეგმილი მაქვს რაც არ ყოფილა რომ მუხრან მაჭავარიანის ჩვენი დიდი პოეტის დღესასწაული გავაწესოთ, რასაც მუხრანობა დაერქმევა და ეს იქნება კიდევ ერთი როიტყვიან წინ გადადგმული ნაბიჯი იმისა, რომ მთელი მუნიციპალიტეტი, ყველა საჩხერელი და ყველა ქართველი შევკრა ერთ გუნდად. აკაკი წერეთელი ერთ-ერთი იშვიათი ადამიანია, ვინც სიცოცხლეში იყო დაფასებული საქართველოში, მოგეხსენებათ რა სიყვარული და რა პატივისცემა ხვდებოდნენ საქართველოს ყველა კუთხეში. წელს მინდა გითხრათ, რომ მთელი სოფლიო აღნიშნავს ამას, იუნესკოს იგივით არის ჩვენი დღევანდელი ღონისძიება და არა მარტო დღევანდელი ღონისძიება. მთელი წელიწადი აქ გრძელდება ეს ღონისძიებები საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში. მინდა გითხრათ, რომ ძირითადი აპოთეოსი ამ ზეიმის აკაკის დღეებისა იქნება ქუთაისში 17-18 ნოემბერს, სადაც გებადეჟებით ყველას და ეს იქნება კულმინაცია დიდი საზეიმო კონცერტი და დიდი სტუმრების მიღება იქ ქუთაისში. დღე ჯურხან ნადირაძის სახელობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში და აკაკის დედისეულ ბაღში გაგრძელდა, რომლის ტერიტორიაზეც მოეწყო საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა ქალაქების სამხატვრო სკოლების მოსწავლეების ნახატების გამოფენა თემაზე ჩემი ხატია სამშობლო. აქ წარმოდგენილი იყო ბათუმის, ონის, თბილისის სამი სტუდია, ელენე ახვლედიანის სამხატვრო სკოლა, ბათუმის სამხატვრო სკოლა, ონის სამხატვრო სკოლა, ზუგდიდის სამხატვრო სკოლა. აი ამ სკოლების მოსწავლეების ნამუშევრების გამოფენა მოხდა თემაზე ჩემი ხატია სამშობლო. და ეს მე მგონია საკმაოდ ძლიერი თემაა, რამე თუ მხატვრობა ძალიან ძლიერია იმის გამოსათქმელად თუ რა შეუძლიათ ბავშვებმა მით უმეტეს გადმოსცნან აკაკის შემოქმედების ირგვლივ სრულიად საქართველოს სიყვარულის ირგვლივ. მინდა მიულოცო საჩხერეს, სვიტორს, სავანეს და სრულიად საქართველოს მინდა მიულოცო დღევანდელი დღეს. მართლა ძალიან საზეიმოა და მოხარული ვარ რომ მთელი საქართველო ფაქტიურად ღებულობს მონაწილეობას დღევანდელ ჩვენ ზეიმში. მოგვიანებით საჩხერეს ესპანეთში მცხოვრები სამეფო გვარის ბაგრატიონების წარმომადგენლები ესტუმრნენ. დღესასწაულის აღნიშვნა აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო მუზეუმში გაგრძელდა. აქ მოსულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ ენახათ ლიტერატურული მუზეუმის მიერ მოწოდებული ფოტომასალა, რომელიც მგოსნის ცხოვრებასა და შემოქმედებას ასახავდა. პარალელურად მიმდინარეობდა მწერლების, ხელოვანების, მეცნიერების წარმომადგენელთა გამოსვლები. გამიმართა ლიტერატურული კომპოზიცია „ცაფირუს ხმელეთ სურმუხტო“. ჩემი შორეული წინაპარი კარგად იცნობდა მეგობრობდა აკაკისთან, ილიასთან და გრიგორ ვოლსკი ესეთი პოეტი იყო იმ დონის არ არა საკურველია, მაგრამ მნიშვნელოვანია ჩემთვის რომ ეზიარები აი ამ სიყვარულს რაც აღსუფებს. მნიშვნელოვანია ისიც რომ აი ამდენი ხალხი ჩვენი თაობის, უფროსი თაობის და განსაკუთრებით ახალგაზრდების სკოლის მოწაფეები ესე ენთუზიაზმით ანთებულები ახსენებენ აკაკის სახელს და მის ლექსებს კითხულობენ. ყველა საჩხერელს, მთელ საქართველოს მინდა მიულოცო დღევანდელი დღე. აკაკიობა, რომელიც მართლა ჩვენი ქვეყნისთვის არის მნიშვნელოვანი, აკაკი წერეთელი, რომელიც უგვირგვინო მეფე, რომელიც ესე უწოდეს მას, მის ნაწარმოებზე, მის ესე დიდ შემოქმედებაზე დარწმუნებული ვარ, რომ უამრავი თაობა გაიზრდება კიდევ მომავალში, რამდენი დროც არ უნდა გავიდეს და მიხარია, რომ საჩხერე მას გადაწყვიტა და თავის რაიონის საჩხერ ქალაქობა დააწესეს მიესალმების. მიმდინარეობდა საჭადრაკო სეანსი მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი ნონა გაფრინდაშვილის მონაწილეობით, რომელიც 13 ადგილობრივ მოჭადრაკეს შეხვდა. ჩემპიონის დამარცხება მხოლოდ კახა სამყურაშვილმა და ნუგზარ გოგოლიძემ შეძლეს. გარდა ამისა, მოხდა საჩხერის კიდევ ერთ ქალაქთან დამეგობრება. აკაკისა და ილია ჭავჭავაძის მეგობრობა სიმბოლურად საჩხერისა და ყვარელის დამეგობრებით გაგრძელდა.
მასპინძლობთ ქალბატონ ნონა გაფრინდაშვილს, რომელიც 1964 წლის 1 ნოემბერს იყო საჩხერეში ჩამობრძანებული და ჩვენ შტაბ-ეშტილებათა წიგნში ჩაწერა, რომ ეს დღე მისთვის უკვდავია და აი დღეს იგი ერთდროულ სიას ატარებს. ყველაზე მთავარი ისაა, რომ მთავრობის ხელშეწყობით, სამინისტროს ხელშეწყობით უკვე 2 ნოემბერს 12 საათზე დამთავრდება ტენდერი საგამოფენო დარბაზის მშენებლობისა, რომელიც აგერ უკვე 20 წელია, 25 წელია გაყინული იყო მშენებლობა. დასახელდნენ კონკურსებში აკაკის კალამი და აკაკის პალიტრას გამარჯვებულები. პროზაულ ნაწარმოებში პირველი ადგილი ქეთევან ხვედელიძემ, პოეზიაში კი ალექსანდრე აბრამიშვილმა დაიკავა. კონკურსის აკაკის პალიტრას გამარჯვებული დავით ამყოლაძე გახდა. სპეციალური პრიზით კი გოგა აბრამიშვილი დაჯილდოვდა. მიხარია რომ ეს დღესასწაული არც არასდროს შეწყვეტილა, მაგრამ სულ სხვა სიმძლავრით აღსდგა და კულტურის სამინისტრო ამაში ძალიან დიდ მონაწილეობას იღებს. მაგრამ თავარი მინდა გიამბოთ, სულ პატარა გოგოს, როდესაც მამას კითხვა დაუსვი, რომ სიტყვა გენიოსი რას ნიშნავს, მეთქი აივანზე გამიყვანა და მითხრა, მამა ახედეთ ასო ფირუზისფერი ხოაო, კი მეთქი, ქვემო დაიხედეო, ზურმუხტისფერი ხო არ? ხო და არც აკაკიმდე და არც აკაკის მერეო, ესე მარტივად სამშობლოსთვის სიყვარული ოდა არ დაუწერია და იცოდე რომ აკაკი გენიოსია. იმის შემდეგ მე ვიცი რომ აკაკი არის გენიალური პოეტი, არის გენიოსი და ყოველი მისი სიტყვა არის განძი და ანდერძი ქართველი ადამიანისთვის. საჩხერლებმა დღესასწაულის აღნიშვნა რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე განაგრძეს და ახლად რესტავრირებულ სკვერში მდებარე გოსნის ძეგლი გვირგვინით შეამკეს. აქვე იყო წარმოდგენილი იმერული სამზარეულო, რომელიც საჩხერის სოფლებმა და სხვადასხვა ორგანიზაციებმა საკუთარ ეთნოგრაფიულ კუთხეებში წარმოაჩინეს. აი ამ სუფრაზე წარმოადგინა სარეკმა თავისი შესაძლებლობა, პური მარილი, ღვინო, იმერული სუფრა და აი ამ დიდ დღესასწაულს, რომელიც დღეს საჩხერეში ტარდება მთლიან მთელ საქართველოში, მე მგონია, ეს აკაკი იყო უდიდესი გენია ჩვენი ერისათვის და დღეს აი ამ დღეობას ვესწრებით და ძალიან ძვირფასი დღეობა. საგანგებოდ მოწყობილ სცენაზე დღის განმავლობაში ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფების მონაწილეობით კონცერტი მიმდინარეობდა. დღესასწაული აქ შეკრებილ მაყურებელს ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა მეუფე დანიელმა მიულოცა. ეს არის ჩვენი სიამაყე, ეს არის ჩვენი უკვდავება, ეს არის საქართველოს გამარჯვება, რადგანაც აკაკი ეს საქართველოა. და ჩვენი სიყვარული აკაკისადმი ნიშნავს სიყვარულს საქართველოსადმი და პირიქით ვისაც უყვარს საქართველო, მას უყვარს აკაკი და დღეს როდესაც აკაკის იუბილეზე ეკრება საფუძველი საჩხერელობას, ეს იმას ნიშნავს, რომ საჩხერელობა იქნება აკაკის მადლით გამწყინვებული, განათებული და სიხარულისა და სიყვარულის წყარო. გილოცავთ ამ ბედნიერ დღეს, იხარეთ და იდღეგრძელეთ მრავალ საწელსა, მრავალ ჟამიერ. ამინ. გაიმართა საპატიო საჩხერლების დასახელების ცერემონიალი. საპატიო საჩხერელის წოდება სპორტსმენმა ნოდარ გელბახიანმა, პედაგოგმა ნუნუ გოგოლიძემ, ქართულ მწერლობასა და ხელოვნებაში გაწეული 8 წლისთვის თამაზ ტყემალაძემ, სპორტსმენმა საფეხბურთო კლუბ ჩიხურას მწვრთნელმა სოსო ფრუიძემ და მეწარმემ ტარიელ ჭიღლაძემ დაიმსახურა. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ეს დიდი პატივია ჩემთვის, რადგანაც მე ქუთაისელი კაცი ვარ და აქ სამუშაო ჩამოვედი დაახლოებით 9 წლის წინ. ფეხბურთის სფეროში მოღვაწეობ, გავაკეთეთ საფეხბურთო აკადემია, რომელშიც ხუთაში ბავშვი ვარჯიშობს და ჯანმრთელობას, ოსტატობასთან ერთად ჯანმრთელობას იკაჟებს. ასევე საფეხბურთო კლუბი ჩიხურა, რომელსაც წარმატებები ჰქონდა და UEFA-ს საგზურები მოიპოვეთ 2 წელია ჩვენ მოიპოვეთ სუპერთასი. ჩემთვის რა თქმა უნდა დიდი პატივია, რომ დააფასეს ჩემი შრომა.
საპატიო მოქალაქეების დასახელების შემდეგ მუნიციპალიტეტის გამგებელმა ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეს თენგიზ შერგილაშვილს, იმერეთის გუბერნატორს გივი ჭიჭინაძეს, საჩხერის მაჟორიტარ დეპუტატს მანანა კობახიძეს, კულტურის მინისტრის მრჩეველს ქეთი დუმბაძეს, საქართველოს რკინიგზას, ქალაქ ლაკაპელას მერის მოადგილეს გაწეული დახმარებისთვის და თანადგომისთვის მადლობის ბარათები გადასცა. ასევე ფონდი ელისაბედისგან მხატვარმა ბესიკუსიანმა პრიზი გადასცა მუნიციპალიტეტის გამგებელს და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროს ბენიამინ ფალავანდიშვილს. სცენა კი ქართული ესტრადის მომღერლებმა დაიკავეს. უპირველეს ყოვლისა მინდა საჩხერლებს მოულოცო ეს უზარმაზარი ზეიმი. მე პირველად ვარ საჩხერეში და გაოცებული ვარ აი იმ საზეიმო სიტუაციით, რომელიც აქ არის. ძალიან ბევრი ხალხი ცხოვრობს თურმე ჩემდა გასაოცრად. ყველა ბედნიერია და ყველა ძალიან კარგ ხასიათზე არის. დღევანდელი კონცერტი ძალიან მომეწონა, ვიყავი სავანეში და ძალიან კარგად გავერთე და ყველას ვლოცავ დღევანდელ დღეს. აკაკიობა და საჩხერლობა 2015 გრანდიოზული ფეიერვერკით დასრულდა.